ვარ ბარბარე ბეიძე 9 წლის. სწავლა ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ცეკვა, ცურვა, საჭმელების გაკეთება. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ცეკვა. მე პატარა ვიყავი, უყურებდი სხვის ვიდეოებს და მეც მომინდა ძალიან ცეკვა. ცეკვაზე 2 წელი დავდიოდი 10 საუკუნეში და მე გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ დრო აღამჩევოდა. დიდი იმედი მაქვს თებერვლიდან ისევ დაუბრუნდები ცეკვას. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. ცეკვაში ყველაზე რთულია ხაზზე დადგომა და ტრიალი. ყველაზე ადვილია აჭარულის ილეთება. მე ორჯერ მქონდა კონცერტი და უფრო მომეწონა პირველი. იმიტომ რომ პირველი იყო გრანდიოზული და კარგად ვიცეკვეთ. მე მინდა სოლოს ცეკვავდე რაჭოლში. მე მინდა მქონდეს ასეთი საკონცერტო კაბა. უნდა იყოს შავ თეთრი, მოკლე და ქამრით, შავი ქამრით. მე ვაპირებ კიდევ ვიცეკვო 8 წელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი კლასში არის ძალიან კარგი მასწავლებელი და ძალიან კარგი კლასელები. ჩემი კლასში ყველაზე მხიარულია ანასტასია ცენტერაძე. ყველაზე ცელქია ლუკა დიასამიძე. ყველაზე ჭკვიანია დიტო შარაძე. ყველაზე მშვიდია სანდრო კაკაბაძე. მე ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი მათემატიკაში. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ქეთევან ჟორჟიკაშვილი. ის ძალიან თბილია, მშვიდია და მხიარულია. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავი. თუ მოცეკვავი ვერ გამოვა, მაშინ გამოვა მათემატიკოსი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ექიმი. ახლა მინდა 4 წლის, იმიტომ რომ ძალიან მომენატრ ჩემი ბაღი. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია, რომ სახლის დალაგება არ მეზარება და საჭმელების გაკეთება ვიცი. პირველად საჭმელი გავაკეთე, ვიყავი 4 წლის და ეს საჭმელი იყო პიცა. ეხლა ყველაზე კარგად ვაკეთებ აჭარულ ხაჭაპურს. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ქათმის დაგეცები და ბებიას გაკეთებული ბრინჯიანი ფხალი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო მთელს დედამიწაზე. ის არის ყველაზე მხიარული, ლამაზი, ჭკვიანი, მოხერხებული და თბილი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ლოტა აურზაურის ქუჩიდან. მე რომ მწერალი იყო, წიგნს დავწერდი მხატვრობაზე. ხატა მანდამაც არ გამომდის, მაგრამ ისე ძალიან მიყვარს. მე ასევე მიყვარს ფილმების უყურება და ჩემი საყვარელი ფილმია ახალი მოანა. სიამოვნებით ვითამაშებდი მაგ ფილმში მთავარ როლს. ცურვაზე არ დავდივარ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი. 6 წლის რო ვიყავი, მაშინ მასწავლა ბაბუა. შემიძლია ძალიან შორს გავსურო, მაგრამ ახლა ღრმა რო არის მეშენია. ყველაზე მეტად გამიცურია წითელი ბურთულა რო არის. წყლის ქვეშ შემიძლია გავძრო 3 წუთი. ბავშვობიდან როცება რომ ყოფილიყავი ქალთევზა. ჯედოსნური ჯოხი და მქონდეს, დედამიწაზე რაც ნაგავია, ყველაფერს მოასუფთავებდი. მოგზაურობ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო მაჩუკეს აიპადი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ბარბარე რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ბარბარე დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ბარბარე არ მერქვას, მერქმეოდა მარიამი. ჩემ შვილებს დავარქმევ ნიკოლოზს და მარიამს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ხელოვნების რომელიც სფერო მოგწონს ყველაზე მეტად. მე მაგალითად ყველაზე უფრო მომწონს სიმღერა. ჩემი საყვარელი სიმღერა როსეს აფათრაფათ. Don't you want me to watch your baby? Don't sleep, nothing need to now. Sleep tomorrow, but tonight all crazy. All you got that I make me ada. Apatse, ha. ბედნიერება არის დედას რო ჩაეხუტები, ახატელებას რო გაჩუქებენ, სცენაზე რო გამოხვალ და ბევრი მეგობრები გეყოლება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.